მოგესალმებით, ვაგრძელებთ მაგალითების ამოხსნას თოპურიას ტესტების კრებულიდან. მაგალითი ნომერი 15-23 პირველი. x minus 3-ჯერ 2 ხარისხად x minus 4 ტოლიან 2-ის. აქ ვეცადოთ 2-ის ფუძეზე მივიყვანოთ 4 ხარისხად x. ანუ 4 ეს არის 2-ის კვადრატი. აქ 2-სა და x შეგვიძლია ადგილები უცვალოთ. ნამრავლია, ხარისხის მაჩვენებლები იცით რომ მრავლდება და ამიტომ შეცვლა არა შეცვლის უფლება გვაქვს. აქ 2 ხარისხად x კვადრატში. ეს არაფერი არა. minus 3 2 ხარისხად x minus 4. აი მთავარი საქმე გაკეთებულია. ეხლა შემოვიტანოთ აღნიშვნა 2 ხარისხად x y 2 ხარისხად x y-ით. აი ამ აღნიშვნას ჩვენ დავუბრუნდებით. აქ ჩავსვათ y 2 ხარისხად x y, ანუ გვექნება y კვადრატს minus 3-ჯერ y minus 4 უდრის 0. ამ კვადრატულ განტოლებას ამოვხსნით და ჩავსვამთ აი აქ y-ში. არ დაგავიწყდეთ, უნდა დავუბრუნდეთ ეს ამონახსნი აი აქ y-ში უნდა ჩასვათ აუცილებლად. შემდეგი მეორე მაგალითი 9 ხარისხად x plus 4-ჯერ 3 ხარისხად x minus 21 უდრის 0. აქაც იგივე გზა გამოვიყენოთ. 9 წარმოვადგინოთ 3-ის კვადრატის სახით, 3-ის კვადრატი x. ეს აქ შეგვიძლია x-სა და 2-ს ადგილები უცვალოთ და გვექნება 3 ხარისხად x კვადრატში. ანუ 9 ხარისხად x, აი ამის ნაცვლად შევიტანოთ აი ეს ნიშნულობა. გვექნება 3 ხარისხად x კვადრატში plus 4-ჯერ 3 ხარისხად x minus 21 უდრის 0. აღნიშნა 3 ხარისხად x უდრის y-ს. ეს განტოლება მიიღებს ასეთ სახეს. აი აქ y-ია ეს y კვადრატს plus 4-ჯერ 3 ხარისხად, არა 4-ჯერ y ეს y-ია minus 21 უდრის 0. აი აქედან იპოვით y-ს და არ დაგავიწყდეთ აი აქ მოსვლა და ჩასმა. მესამე მაგალითი მეოთხე ანალოგიურია, აღარ გავაკეთებ. გადავიდეთ 15-ის 24-ზე. 15-24-ის პირველი. მაგალითს აქვს ასეთი სახე 5-ჯერ 2x minus 3 minus 12 2 3 minus 3x აქ 2 არა 3x-ია აქ 3x minus 3 plus 7 აი აქ შეგახსენებთ ასეთ ფორმულას a ხარისხად minus n უდრის 1 შეფარდებული a ხარისხად n. ანუ ხარისხის ნიშანს რო ვცვლით მრიცხველიდან მოდის ნიშნებში. აი აქ ეს უნდა გამოვიყენოთ ეს ფორმულა. აი თუ დააკვირდებით აქ 2 ხარისხად 3x minus 3, აქ 2 ხარისხად პირიქითა. აი ასეთნაირად გავაკეთოთ. აი ეს ამოვწეროთ, აი ეს ცალკე. ან 2 ხარისხად 3 minus 3x.
უდრის 2 ხარისხად, აქედან მინუსი გავიტანოთ ჩხილებს გარეთ 3x - 3. ეს უდრის, აი ამ ფორმულის თანახმად ნახეთ მინუსი ხარისხში როდესაცაა ჩამოვა წილადის ქვევი. ეს შეიძლება ასე ჩაწეროთ. 1 შეფარდებული 2 ხარისხად 3x - 3. აი ეს მინუსი შეიცვალა პლუსით, აი აქ. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს, აი აქა. ესე იგი გვექნება 5 ჯერ 2 ხარისხად 3x - 3 მინუს 12 ჯერ. აი ამის ნაცვლად 2 ხარისხად 3 - 3x აგერ გვაქვს. აი ეს უნდა ჩავსვათ, აი ეს. აი ეს. 1 შეფარდებული 2 ხარისხად 3x - 3 პლუს 7 უდრის 0. აი თუ დავაკვირდებით ესეც ეს და ეს უკვე ერთი და იგივე გამოსახულებაა და მისი აღნიშვნა არავითარ პრობლემას აღარ წარმოადგენს. y-ით აღნიშნოთ, აი აქ უნდა დავაბრუნდეთ ჩვენ. და საკმაოდ გამარტივდა ჩვენი მაგალითი. ანუ გვექნება 5 ჯერ y მინუს 12 ჯერ 1 შეფარდებული y-თან პლუს 7 უდრის 0. აქედან იპოვით y-ს და ჩასვამთ აი აქ. მეორე მაგალითი 15-24-ის მეორე მაგალითი. 2 ხარისხად 5x - 1 2 ხარისხად 5x - 1 არა პონდიში 3 ხარისხად 2x - 1 მინუს 6 ჯერ 3 ხარისხად 1 მინუს 2x პლუს 5 უდრის 0. ესეც ანალოგიური გზით და თუ დააკვირდებით, აქ 2x - 1-ია, აქ კიდე 1 მინუს 2x. განსხვავება არის მხოლოდ ნიშნებში. აქედან მე თუ მინუს გამოვიტან, ჩხილში დამრჩება 2x - 1. ანუ ასეთი რამ გვექნება. აქედან გამომდინარეაც გავიდეთ, მთლიანად გავაკეთოთ. ესე იგი 3 ხარისხად 2x - 1 მინუს 6 გამრავლებული 3 ხარისხად მინუსი გამოგვაქვს აქედან, აი აქედან. მინუს ჩხილში გრჩება 2x - 1 პლუს 5 ტოლია 0. ეს გადავწეროთ 3 ხარისხად 2x - 1 მინუს 6 გამრავლებული. აი ეს მინუსი ვიცით? აი ასეთნაირად შეგვიძლია 3 ხარისხად 2x - 1. აი ეს მინუსი გაპლიუს და წილადის მრიცხვებში რო ჩამოგვაქვს. პლუს 5 უდრის 0. შემოვიტანოთ აღნიშვნა 3 ხარისხად 2x - 1 აღნიშნოთ y-ით. აი ეს. თქვენც ჩასვით რაღაც ჩარჩოში ან წრეში, რომ აქ უნდა დავუბრუნდეთ ამ მდგომარეობას. ანუ მაგალითი მიიღებს ასეთ სახეს 3 ხარისხად 2x - 1 ეს y-ია უკვე. y მინუს აქ გვექნება 6 ჯერ 1 შეფარდებული y-თან პლუს 5 ტოლია 0-ის. აი ამას ამოხსნით და ჩასვამთ მიღებულ მნიშვნელობას y-ში. შემდეგი გადავიდეთ შემდეგ გვერდზე და ამოვხსნათ მესამე მაგალითი. მესამე მაგალითი და მეოთხეც
ანალოგიური, არავით არის განსხვავება იქ არ არის, იმედია გააკეთებ და გადავიდეთ 15-25-ის პირველზე. 15-25-ის პირველი. მაგალითი ასეთი ფორმითაა. 9 4 ხარისხად x მინუს 3 ჯერ 6 ხარისხად x თავლია 2 ჯერ 9 ხარისხად x. აქ აღნიშნის შემოღება საკმაოდ რთულია, რადგან სხვადასხვა ვერც ერთი და იგივე ფუძეზეც ვერ გავიყვანთ, ორის ფუძე აქ 6, აქ 9. ვიყენებთ ასეთ ტექნიკას. ყველა წევრი, გამოსახულების ყველა წევრი გავყოთ ან 4 ხარისხად x-ზე, ან 6 ხარისხად x-ზე, ან 9 ხარისხად x-ზე. გემოვნების მიხედვით. მე რატომღაც მიჩვენია, რაც უფრო დიდი ციფრი ფუძე დიდი ექნება, იმაზე გაყოფა შევასრულოთ. 9 ხარისხად x-ზე გავყოთ აი ეს ყველა წევრი, ესეც და აი ესეც. გვექნება 9 ჯერ 4 ხარისხად x გავყოთ 9 ხარისხად x მინუს 3 ჯერ 6 ხარისხად x გავყოთ 9 ხარისხად x თოლია 2 ჯერ 9 ხარისხად x გავყოთ 9 ხარისხად x. აი ასეთმა გაყოფამ, აი აქ შეკვეცის გამო ერთი უცნობი წევრი გამოგვაკლდა. აი აქ უნდა მოვახერხოთ როგორმე ერთ სახეზე მივიყვანოთ, აი აქ. აი გავაგრძელოთ, გვექნება 9 ჯერ, დააკვირდით აი აქ 4 ხარისხად x, 9 ხარისხად x. აი ეს ნაწილი ორივეს x-ი აქ ხარისხად შეგვიძლია ასე ჩავწეროთ. 4 მეცხრედი ხარისხად x მინუს 3 გამრავლებული, აქაც 6x და 9 ხარისხად x. აი ეს ნაწილი ორივეს ერთი და იგივე ხარისხი აქვს, შეგვიძლია ასეთნაირად ჩავწეროთ 6 მეცხრედი ხარისხად x უდრის აქ 9 ხარისხად x და 9 ხარისხად x შეიკვეცება, დაგრჩება 2. აქაც დააკვირდით 6 და 9 შეკვეცა შეიძლება, აქ 2, აქ 3. ესე იგი, მივიღებთ ასეთ რამეს, 9 4 მეცხრედი 4 და 9, 4 2-ის კვადრატია, 9 3-ის კვადრატი, ანუ 2 მე-13 კვადრატია აი ეს. 2 მე-13 კვადრატი, ანუ 4 მეცხრედის მაგივრად ეს დავწერეთ, ხარისხად x. ხარისხად x. მინუს 3 ჯერ, აქ გვაქვს 2 მე-13 ხარისხად x. თოლია 2. აი თანდათანობით უახლოვდებით, დააკვირდით 2 მე-13 მივიღე, აქაც უცნობ წევრში, აი აქაც 2 მე-13. აქ ახლა 2-სა და x შეგვიძლია ხარისხებიან ადგილი ვუცვალოთ. ასეთ სახეზე მივდივართ, 9 ჯერ 2 მე-13 ხარისხად x ხარისხად 2. x და 2-ს ადგილი ვუცვალეთ, მინუს 3 ჯერ 2 მე-13 ხარისხად x უდრის 2-ს. შემოვიტანოთ აღნიშვნა, დააკვირდით, აკერთ 2 მე-13 x გვაქვს აქაც 2 მე-13 x, ანუ უცნობი რაცა ერთ სახეზეა მიყვანილი 2 მე-13 ხარისხად x აღნიშნოთ ახალი ცვლადით y-ით. და ამ მაგალითს ექნება ასეთი სახე, 9 ჯერ აი ეს y-ია, დააკვირდით, ეს y-ით აღნიშნეთ, y კვადრატში მინუს 3 ჯერ y, ეს y-ია, დააკვირდით აღნიშნავს, აი ამ აღნიშნავს დააკვირდით, აი ამ აღნიშნავს, ეს y-ია, თოლია 2-ის. აი ამ კვადრატულ განტოლებას ამოვხსნით, y-ს ვიპოვით და ჩავსვამთ აი აქ. შემდეგი მეორე მაგალითი, 2 ჯერ 5 ხარისხად 2x
პლუს 10 ხარისხად x-ი უდრის 15 ჯერ 2 ხარისხად 2x. აქაც ან უნდა გავყოთ ყველა წევრი ამაზე, ან ამაზე, ან აი ამაზე. ჯობია რაც უფრო დიდი ციფრია, ანუ 5-ის კვადრატი, არა წესიერთწილადებს მივიღებ გაყოფის დროს და სასურველია რომ რაც უფრო დიდია ციფრი, აი იმ ციფრზე გავყოთ. ანუ ყველა წევრი გავყოთ 5 ხარისხად 2x-ზე. აი ასეთ ამაზე გავყოთ. ეს 5 ხარისხად 2x-ი ასეთნაირად შეიძლება 5-ის კვადრატი და x-ი. აი ესე. ხარისხის მაჩვენებლები იცით რომ მრავლდება. 5-ის კვადრატი 25-ია, 25x-ი. ანუ ამაზე ვყოფთ 25 ხარისხად x. დავიწყოთ, აი ეს გაყოფილი 2 ჯერ 5 ხარისხად 2x-ი გავყოთ 5 ხარისხად 2x პლუს 10 ხარისხად x-ი გავყოთ 5 ხარისხად 2x-ი ამ ფორმით არა, აი ამ ფორმით მივაწოდოთ აქ 25 ხარისხად x-ი. ასე იმიტომ მოვიქეცით რომ აქ x-ები ერთი და იგივე ხარისხები დავაყენე. ტოლია 15 აქაც 2-ის კვადრატი 4-ია და შეგვიძლია ასე ჩავწეროთ 4 ხარისხად x-ი გაყოფილი თავიდან დავწეროთ 15 ჯერ 4 ხარისხად x-ი გავყოთ ან 5 ხარისხად 2x-ი ან 25 ხარისხად x-ი სულ ერთია ერთი და იგივე მნიშვნელობა 25 ხარისხად x-ი ასე ჯობია აქ 5 ხარისხად 2x 5 ხარისხად 2x შეიკვეცება 2 პლუს ერთი და იგივე ხარისხითაა წარმოდგენილი 10-იც და 25-იც ანუ 10/25 ხარისხად x-ი ტოლია 15 აქ 4 ხარისხად x-ი და ეს ნაწილი შეგვიძლია ორივე ხარისხი x-ი აქ 4/25 ხარისხად x-ი 10 და 25 შევკვეცოთ 5-ზე, აქ 2, აქ 5. გვექნება საბოლოოდ 2 პლუს 2/5 ხარისხად x-ი პლუს უდრის 15 ჯერ 4 და 25 არის 2/5-ის კვადრატი. 2/5-ის კვადრატი და ხარისხად x-ი. ხარისხად x-ი. აქ კვადრატს და x შეგვიძლია ადგილები ვუცვალოთ. ანუ ასეთი რამ გვექნება 2 პლუს 2/5 ხარისხად x-ი უდრის 15 ჯერ 2/5 2-ს ვუცლით ადგილს x-ი ჩამოვიტანოთ და 2 ზევით ავიტანოთ. აი თუ დააკვირდებით 2/5 ხარისხად x-ი, აქაც 2/5 ხარისხად x-ი. შემოვიტანოთ ეს აღნიშნა 2/5 ხარისხად x-ი, ავღნიშნოთ y-ი და რაღაც ჩარჩოს. აქ უნდა დავბრუნდეთ, არ დაგავიწყდეთ. აქ ბრუნდებით. მაგალითი მიიღებს ასეთ სახეს. აი ეს მაგალითი 2 პლუს 2/5 x-ი ავღნიშნეთ y-ი უდრის 15 გამრავლებული, აი ეს y-ია, ამ დიდ ფჩხილში მოთავსებული y-ი კვადრატში. აი ამ კვადრატულ განტოლებას ამოხსნით და ჩასვამთ აი აქ. მადლობთ ყურადღებისათვის.